რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი გაგაცნობთ საბალეტო სტუდია ფუეტეს აღსაზრდელებს. ეს პატარა გოგონების საბალეტო ხელოვნების სტუდია ფუეტეს მოცეკვავეები არიან. მე ვარ ლილა კაღნიაშვილი, მე ფილისიდან ვცხოვრობ, მე ვარ 4 წლის. კონცერტზეც უნდა ვიარო და უნდა ვიცეკო გერმანულს, პოლკას და ჩინურს. რას კითხულობ ვინა ვარ, პაწაწინათი რა ვარ, სოხუმიდან ჩამოვა, ძმათა შინა ვარ, პოეზიის სიმებზე ატყობილი ლირა ვარ, საქართველოს ამღერად გაჩენილი ცირა ვარ, მოდი სულში ჩამხედე, დამიკვდები ვინა ვარ. ჩემი მეგობრები არის ბარბარე, ტასო, აკალა და ელენე. მე მომწონს სიარდი, მომწონს ჩემი მეგობრები და მასწავლებელიც. გამარჯობა, მე ვარ ანა ლოხიშვილი. ანა ბადაიჩის. სტუდია 9 წელია არსებობს და ბავშვებს კლასიკური ბალეტის გარდა მსოფლიო ხალხთა ეროვნულ ცეკვებს აზიარებს. იმის გამო რომ უკვე რაღაცა გარკვეული გამოცდილება იყო, შევარჩიეთ გარკვეული პროგრამა. მაშინ ბავშვები იყვნენ საკმაოდ დიდები, რომლებიც ჩვენთან სტუდიაში სწავლობდნენ, აი 9-10 წლის. ამასაკის ბავშვისთვის სუფთა კლასიკური, ანუ აკადემიურ ბალეტზე მაქვს საუბარი, ეს ბალეტის ეს ფორმა მისაღებია, იმიტომ რომ ისეთ ასაკშია მისი ფიზიკური მომზადებულობა უკვე შეესაბამება იმას, რომ კლასიკური ბალეტი შევთავაზოთ. მაგრამ დროდადრო მე ეცით ჩვენ როგორც სტუდია უფრო მომხმარებლის მოთხოვნილებებს მივყვებით, იმიტომ რომ თანდათან ასაკმა დღესდღეობით მაგალითად 3 წლის ბავშვებს სწავლობენ ჩვენთან. ასაკმა იკლო და 3 წლისასთან ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით, რომ კლასიკური ბალეტის შესწავლა არის ფაქტურად აბსურდი. არ შეიძლება, უბრალოდ არ არის მისი სხეული ჯერ მზად ამისთვის. ამიტომ დავიწყეთ ცვლილებების შეტანა პროგრამაში. მსოფლიო ხალხთა ცეკვებს სწავლობთ. ანუ ეს მიმართულება ავირჩიეთ, იმიტომ რომ ბევრად მრავალფეროვანია. დაახლოებით 5 წელია რაც მუშაობ საბალეტო სტუდია ფუეტეში. დღეს სიყვარულით იწყება რეალურად აქ და ამიტომ აქ მოსვლა ძალიან მიხარია. ხა რაც შეეხება ვარჯიშის სისტემას, ძირითადად სპორტული გვაქვს, ანუ მე რაც მეხება კონკრეტულად. და ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცნაირად დავხვეწოთ ბავშვები უფრო მეტად რთული ილეთები გავაკეთოთ, რომელიც ჩვენ გვეხმარება ცეკვაში. ამჟამად სტუდიაში 3-დან 10 წლამდე ასაკის 50 მოსწავლე ირიცხება. მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებიც არიან. ბავშვების რაოდენობაში დაახლოებით 1/3 არიან აფხაზეთიდან დევნილები. თვითონ ბავშვები როგორ გითხრათ, ჩემთვის ბავშვები ყველანი არიან ერთნაირად ნიჭიერები. ერთადერთია რაც შეიძლება ვთქვა, ყველაზე დიდი შეღავათ რაც შეიძლება უკეთებდე მე როგორც სტუდია კოსტუმების ფულს, რომელიც საკმაოდ დიდი თანხა ჯდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უსასყიდლოდ, ანუ ამ ხარჯს იღებს სტუდია საკუთარ თავზე. ერთადერთი მშობელს რაც ევალება, მხოლოდ სწავლის საფასურზეა საუბარი. ჯგუფები ყავს დაყოფილი სხვადასხვა ინტენსივობით, შაბათგურის ჯგუფი ცალკეა. იყო ერთი პერიოდი ტენდენცია, იქიდან გამომდინარე ალბათ, რომ ბალეტი არის ძალიან დახვეწილი ხელოვნება, რაღაცა უფრო მშობლებს ქონათ ხოლმე სურვილი მეტად, რომ მათი შვილები ფიზიკურად ლამაზად ჩამოყალიბებულიყვნენ. დღეს პირიქით არის, ბავშვებს უჩნდებათ სურვილი. არ ვიცი, ეს გამოწვეულია იმით, რომ აი ლამაზი კაბა, რაღაცა ეს ციფრი ფანა, რაღაცა ცოტა ზღაპრულობასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ის რაც უნახავთ ბალეტები და ასე შემდეგ, იქიდან იღებენ ალბათ ამ სურვილს, მაგრამ მე როდესაც დადიან ეს პროცესი, რა ჩვენც კი ვცდილობთ პედაგოგიურად ჩვენი ვალიც ეს არის ზუსტად და ჩვენ გამოცდილებაც ამაში ჩანს, რომ ყოველდღიური ჩვენი სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად მათზე მორგებული. რომ ისინი იყვნენ ხალისთან ერთად, რომ ბედნიერად დადიოდნენ. კიდევ აიღონ და აითვისონ ის მასალა, რომელიც მე ჩვენ როგორც პროფესიონალს გვჭირდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო უნდა გავიტანოთ სათხაც, უნდა გავიდეთ სცენაზე. მით უმეტეს რომ დღესდღეობით საკმაოდ კარგი და ესეთი ფუფუნება გვაქვს ფესტივალების, კონცერტების.
მე გახლავართ ქეთი ცხოვრებაშვილი, დევნილი აფხაზეთიდან, კერძოდ გულრიფშის რაიონიდან. სექტემბრიდან მოყოლებული დამყავს ბავშვი ბალეტზე. ჩემი მეუღლე არის დევნილი სამაჩაბლოდან, კერძოდ კეხვიდან. საბალეტო სტუდია ფუეტეში, კარგი ოჯახური, თბილი და კვალიფიციური გარემოა. ბავშვები ნამდვილად კარგ განვითარებას ღებულობენ როგორც ფიზიკურად, ასევე შემეცნებით თვალსაზრისით, იმიტომ რომ კლასიკური საბალეტო პროგრამის გარდა ბავშვები ასევე ეცნობიან მსოფლიო ერების ეროვნულ ცეკვებს. საბალეტო სტუდიის მოზარდებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ქორეოგრაფიულ კონკურსებსა და ფესტივალებში და გამარჯვებებიც მოიპოვეს. დაწყებიდან პირველსავე წელიწადს მოვახერხეთ და ვერცხლის მედალი ავიღეთ. ჯერჯერობით პირველი გასვლა მსოფლიო მასშტაბით, ასე ვთქვათ, საზღვრებს გარეთ იყო შარშან, პირველად გავბედეთ, ისიც სოლო გვქონდა წაღებული და იქიდანაც ვერცხლის მედალი ჩამოვიტანეთ, მაგრამ ამას გარდა კიდე 5 ოქროს მედალი გვაქვს აღებული და ძალიან წარმატებით და ძალიან ვამაყობთ ამით. ჩვენთვის ნებისმიერი სცენა, ნებისმიერი სიდიდის და რაოდენობის მაყურებელი, ნებისმიერ შემთხვევაში მათთვის არის ძალიან კარგი გამოცდილება, ერთნაირად ვიზრდებით მოსწავლეც და მასწავლებელიც. შარშან მიყავით პირველად, მერის მხარდაჭერით იყო ეს ჩინეთის დღეები საქართველოში და ეხლა ვიღებთ მონაწილეობას ჩინური ახალი წლის დღეებზე და ძალიან გვიხარია, ესეც საამაყო ფაქტორია ჩვენთვის. სტუდია მომავალში გაფართოებას გეგმავს. არის კიდევ მრავალი ფაქტორი, რაზეც მათი წარმატებაა დამოკიდებული. ჩვენ ახლა სხვადასხვა ფესტივალებით ვიმზადებით, რესენი გავიტანოთ. ბევრ რაღაცებზე ვარ დამოკიდებული. თვითონ კონტინგენტზე, რომელიც მოდის, რამდენად სწრაფად აითვისებენ მასალას, რომელსაც ვაწვდით. კიდევ გარდა ამისა, თვითონ ფესტივალებიდან და კონკურსებიდან წამოსული წინადადებები, რომელი იქნება ჩვენთვის უფრო მისაღები, ასე რომ მაინც უფრო ყოველდღიურობით ვცხოვრობთ. ფუეტეს აღსაზრდელები პატარაობიდანვე ეცნობიან მსოფლიო ხალხთა ხელოვნებასა და ტრადიციებს. ისინი თანდათან ხდებიან კულტურული ღირებულებების თანამოზიარეები, რაც მათ მომავალზე უთუოდ აისახება. დღეისათვის კი სტუდია პატარებს უჯანსაღებს და უფერადებს ცხოვრებას. საკმაოდ დიდ მასალას ითვისებენ საბოლოო ჯამში. საკმაოდ დიდს. ზოგჯერ მე თან მიყურს უბრალოდ, იმიტომ რომ ადამიანების შესაძლებლობას საზღვარი არ აქვს. არ. უბრალოდ უნდა უნდოდეს. აი სურვილი არის პირველ ადგილზე. როდესაც ისინი დიდი სურვილით მოდიან და აი მხოლოდ მათი არჩევანი ძალიან დიდ ნაბიჯებს ვდგავთ წინ. ყველა ბავშვი არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. მაგრამ აი ერთ სფეროში მოღვაწეობის დროს, იმას როგორ ეკცევიან ერთმანეთს მეორე კულისებში, რამდენად ეხმარებიან, აი ეს ყველა ის წვრილი დეტალი, რაც რითიც რეალურად პიროვნება ივსება, აი ამ ყველაფერს ვსწავლობთ ყოველ დღე. ყოველ დღე და ძალიან კარგია ხომ? არის მე მშობელზე ნაკლებად ნამდვილად არ მიხარია, როდესაც ვხედავ რაღაცა პოზიტიურ ცვლილებებს.